რამდენად აქტიურები ხართ თქვენ დღეს? რამდენად ცდილობთ რომ განუმარტოთ თუ გინდ თანამშრომლებს და თუ გინდ უფრო ფართო საზოგადოებასაც ის გარდაქმნები, რაც მოხდა და რაც შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში. მე შეგახსენებთ რომ საფრანგეთში ბურჟუაზიული რევოლუცია ვაჭრებმა მოახდინეს, ბიზნესმა მოახდინა ბურჟუაზიული რევოლუცია. სწორედ მათ ვისაც ქონება ჰქონდათ და თავისუფლება მეტად წყუროდათ და პატიმოყვარეობაც მეტად გაიღვიძა მათში, ისინი იყვნენ ყველაზე აქტიურნი. ასრულებთ თქვენ დღეს ამ როლს, რამდენად ცდილობთ რომ თქვენს განუმარტოთ და თქვენს თქვენი წვლილი მიიღოთ არჩევნებში. მე მაქვს ეს შეკითხვა. საკმარისად აქტიურობთ, საკმარისია თქვენი როლი და თქვენი წვლილი? თქვენ აკეთებთ განმარტებებს მაინც საკუთარ გუნდთან, საკუთარ თანამშრომლებთან მაინც თუ აკეთებთ განმარტებებს, კითხვა მაქვს. და თუ გაქვთ ის განცდა რომ ეს არის გაცილებით უკეთესი, მასზე რაც იყო და თუ ეს განცდა გაქვთ, ეს შეკითხვა ისე მინდა რომ გაიმეორო. აკეთებთ თქვენ შესატყვის მოძრაობებს, თვითონაც თქვენ თავში ჩაიხედეთ. აკეთებთ შესატყვის განმარტებებს და კიდევ შეგახსენებთ, საფრანგეთში ბურჟუაზიული რევოლუცია, ვისაც ქონება ჰქონდა, მან მოახდინა. ვაჭრებმა მოახდინეს, ბიზნესმენებმა მოახდინეს, მათ ვერ აიტანეს ეს პროცესი. ამ ხრივ ხართ თქვენ ესეთი აქტიურები, თუ მაინც ისევ შემყურის როლში ხართ, რომ აი ვიღაცამ რაღაც უნდა გააკეთოს. აი თვითონმა დაუსვით ეს კითხვა თქვენ თავს. ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე. ახერხებთ თქვენ დააფასებთ თქვენ ისევ სიტუაციას, როგორც მე ეს წარმომიდგენია და შესაბამისად აკეთებთ ამის მსგავს, თქვათ, როგორ გითხრათ, ქმედებებს, რომ საკუთარ თანამშრომლებს, საკუთარ მეზობლებს, ახლობლებს მაინც აუხსნათ და მოუწოდოთ. თქვენ უნდა, ჩემი აზრით, მაქსიმალური გააკეთოთ იმისათვის, თუ მართლაც მოგწონს ეს სიტუაცია, რომ ეს შევინარჩუნოთ და ამ მიმართულებით განვითარდეთ. აი ეს კითხვა, კიდევ უბრუნდები კითხვას, რამდენად თქვენ თავს დაუსვამთ, თქვენ აკეთებთ, უფრო მეტს, რამე თუ თქვენ მეტი მოგეთხოვებათ. თქვენ მეტი იცით, უკეთ ხედავთ, სწორ ანალიზს აკეთებთ, ქონებრივათაც მეტად ხართ დაკმაყოფილებულნი და მეტი ზრუნვას გმართებთ ამის შესანარჩუნებლად, თუ ჩვენ მასებისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება